გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო. გადაცემა ბაგრატოვანი კვლავ თქვენთან არის და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს. დღეს გვაქვს მესამე ნაწილი ბატონ ერეკლე შონიასთან. გამარჯობათ ბატონო ერეკლე. გამარჯობათ. და იმ ფონზე, რა ფონზეც ახლა ესეთი დაძაბულობები არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ შესაბამისი საუბარი გვექნება დღეს და ძალიან მაინტერესებს მე ბატონი ერეკლეს შეფასება ამ მიმართებაში და ძალიან მნიშვნელოვანია ამასთან ერთად. იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ საერთოდ ყოველთვის ძველ თქმულებებში, ზღაპრებში უამრავი სიბრძნეა ჩადებული და იყო ესეთი გამონათქვამი რომ წავიდეთ ბრძენს ვკითხოთ. წავიდეთ აი ბრძენს ვკითხოთ. ამაში გულისხმობა ის ადამიანი, ვისაც აქვს სიბრძნე და სიბრძნე ადამიანს არ ეძლევა უბრალოდ ის რაღაც გარკვეულ მდგომარეობაში უნდა იყოს, რომ მან ეს სიბრძნე მიიღოს და იყოს ამ სიბრძნის მატარებელი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს და ზოგადად არა მარტო დღეს თქვათ დაძაბულობა არის ძალიან დიდი და აქედან გამომდინარე განსაკუთრებით მოითხოვს ბრძნულ და სწორ ანალიზს ეს ყველაფერი. მაგრამ ზოგადად ნებისმიერ დროს სიბრძნის მოსმენა და იმ ადამიანებთან კავშირი, ვისაც სიბრძნის მჭერები არიან, არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მე ვიტყოდი, რომ ძალიან მოხარული ვიქნები თუ ჩვენი ახლა პოლარიზებული საზოგადოება, ხელისუფლება, ოპოზიცია იქნება, ვინც არ უნდა იყოს, ყველა მოისმენს იმ საუბარს, რასაც ბატონი ერეკლედან ველოდებით ყველა. გთხოვთ ბატონო ერეკლე. გამარჯობათ კიდევ ერთხელ. რომ ესე იგი ჩვენ წინა გადაცემებში რადგან ვისაუბრეთ, ეს იყო ერთი ზოგადი კოსმოლოგია, მეორე უკვე საიდანაც მოდის ეს კვლევა და საიდანაც მოდის ეს ცოდნის დაგროვება ის მოვიყევით და ეხლა მინდა დავიდეთ უკვე ადამიანებამდე, სადაც რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანებთან. მარტო ეს ტერიტორია არ არის მნიშვნელოვანი. კავკასია, საქართველო, ტიბეტი ვახსენეთ, ბალკანეთი ვახსენეთ, არამედ ადამიანი და აქედან გამომდინარე მე ის უმაღლესი ეს თქვა საფეხური ადამიანის განვითარების რაც არის და მისი ერთობის რაც არის, ესაა სახელმწიფოებრიობა და ამ სახელმწიფოების მართვა, ხო? ამიტომ აი ეს მართვა ურთიერთშეთანხმება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რასაც ჩვენ კონსტიტუციას ვეძახით, თუნდაც ჩვენი კრებული ხოლმე სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოებრიობის ხანგრძლივი ჩვენ ისტორია გვაქვს და თუნდაც ბაგრატოვანები, რომლებიც 1000 წელი მეც მართავდნენ ამ სახელმწიფოებრიობის შემკვრელი იყვნენ ამ სხვა ეთნოსის თუ თემის თუ ადამიანის, ხო? და აი ამასთან რომ ვიცოდეთ დღეს სად ვართ და რა ვართ და როგორ მართოთ სიტუაცია, უნდა შევისწავლოთ მაშინ ჩვენი თავი პირველ რიგში, ხო? ადამიანი უნდა შევისწავლოთ და ყოველ გადაცემაში ვამბობთ, რომ სხვადასხვა სისტემაში ეს იქნება კოსმოსური რაღაც მასშტაბის სისტემები, როგორც პლანეტების ურთიერთობა ერთმანეთთან, ეს არის სახელმწიფოების ურთიერთობა ერთმანეთთან, ეს არის ადამიანთან ურთიერთობა თუ ქვემოთ დაავადება თუ დაუშვათ ბაქტერიების ურთიერთობა თუ ატომების ურთიერთობა, ყველგან არის ერთი დიდი ლოგიკა, რაც წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რასაც ჩვენ ღვთაებრივ წესებს ვეძახით, ღვთაებრივ კანონებს და ზუსტად აი აქ ეს სიტუაცია როცა მოუყავს თუნდაც მაგალითი ადამიანებთან დაკავშირებით, ან ადამიანთან დაკავშირებით, ეს მოქმედებს სხვადასხვა სტრუქტურებზე, როგორც მოქმედებს ზუსტად ამ სახელმწიფოებრივ დონეზეც, საკაცობრიო დონეზეც, თუნდაც რაღაც მიკროკოსმოსზეც და ამიტომ ეს ჩავთვალოთ, რომ ეხლა ნალაპარაკებით ჩვენ ნასაუბრებით ჩვენ დაუშვათ ადამიანზე, მოერგება თუნდაც სახელმწიფოს ცხოვრებას. ამიტომ ჩემი მცდელობაა, რომ თუნდაც ვიქადაგო იმაზე, რომ
სახელმწიფოს ნუ დავგსავთ, ნუ ერს, ნუ დავაგსავთ, ეს თქვა, ნუ დავაპირისპირებთ, რადგანაც ერი როგორც ადამიანის ორგანიზმი, ერთიანი ორგანიზმი. იგი გადის თავის ავადმყოფობის ფაზას, იგი გადის დაბადებას, გაზრდას, ხო, წიფობაში შესვლას, ზოგჯერ ხდება ხოლმე ისი დაღუპვა და ფანტასტიკური შეჯიბრებაა ზუსტად რა, როდესაც ადამიანის ორგანიზმი ჰარმონიულად ყველა ორგანო მუშაობს და ყველაფერი წესრიგშია, მაშინ არის ყველაფერი წესრიგში. კი ბატონო. აირება ზუსტად ხდება ხო იქ არავდარება. და ღმერთმა მომცა საშუალება იმისი, რომ ბოლო წლები გადავერთე, ანუ შევაგროვე მამის მიმართულება, გამოცდილება, ფიზიკა, მისი სულიერი ნაწილი კიდე მასაც ქონდა გავლილი ესა ბიოლოგია, ბიზაჩემის გზა, ეს არის მიწიერი გზა, ფიზიოლოგია, მედიცინა, ჩემი გარკვეული გამოცდილება, რაც არის რელიგიური გარკვეული ცოდნა, იმიტომ პირველი სპეციალობით ისტორიის და რელიგიის მასწავლებელი ვარ და ამითი მეთოდის შემუშავება, რითიც ადამიანებს ვამოწმებთ და ეს არის ადამიანების მთლიანობის შემოწმება, პრაქტიკულად მოძღვრება ტვინისა და სულის ურთიერთობის შესახებ, რომელიც ესე ვთქვათ, ადამიანს მთლიანობას იკვლევს, სრულყოფილებას, ესე იგი მისცას, როგორც სულიერ ნაწილს, გონებრივ ნაწილს, ისევე დაუშვათ იგივე ორგანულს, ფუნქციონალურს და რატო ვამბობ ამ ყველაფერს. აი ამის შესწავლამ აძლევს საშუალებას, რომ დაახლოებით წარმოდგენა ვიქონიო თუნდაც სახელმწიფოს მართვაზე ან სახელმწიფოს ან და ერის ერთიანობაზე, ერთიან ორგანიზმად დანახვაზე და არა თუ უკვე დავსაქსო რაღაცა თუნდაც მიდგომებში, რომ დაუშვათ რომ რაღაც ხარე გავხდე, არამედ მთლიანად ორგანიზმს უყურო, რა უჭირს ორგანიზმს, რა არის მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის და რა უკურნალოთ მიზეზს და შედეგი როგორ დავალაგოთ მერე, თორე მთელი მედიცინა დღეს ან თუნდაც დღევანდელი პოლიტიკური აი ეს ინერცია, რომელიც მომდინარეობს დღემდე, ხო, აი ეს დღემდე ვამბობ ახალ ერამდე. ეხლა ახალი ერა შემოდის, ხო, უკვე ეს მერწულის თემატიკა მოდის და ამიტომ ეს სულ სხვა მიდგომებს ითხოვს, არა თუ აი ეს რეფლექსურ ეს თქვა კვლევას რაღაცას რეფლექსივით რაღაც წამოვიდა და ვინახე და უწყე ამის შესწავლა ან კვლევა, არამედ წინასწარ გათვლა, პროგნოზირება და თვითონ მიზეზების კვლევა, თუნდაც პრევენცია გარკვეული სირთულეების და აი ეს ყველაფერი როცა მიდგომას ჩვენ ვცვლით და ვიწყებთ პირდაპირ თქვათ ენერგოინფორმაციულ გარკვეულ კვლევას ადამიანის ან ერის ვაგროვებთ მთელ ინფორმაციას მის შესახებ, რა ხდება ორგანულ დონეზე, უჯრედულ დონეზე, სულიერ დონეზე მთავარი, რომელიც არის განსაზღვრელი, გონების დონეზე, ტრავმების დონეზე, ფსიქიკურ დონეზე და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ამ საშუალება, რომ დაახლოებით წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობაში ვართ ახლა და როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ანუ თქვათ ის, რომ ყოველი ადამიანი აქ, რომელიც მოდის სული, რომ აქ ამ სულებს აქვს თავისი ფუნქციონალი, ამ ფუნქციონალიდან გამომდინარე ზოგიერთი არის ნაკლებად დატვირთული ფუნქციონალი სულები, მას დიდად არ მოეთხოვებათ არაფერი, გამრავლებისა და ცხოვრებისა. არიან წყემსები, როგორც ვიზახით ხოლმე, არიან გარკვეული ვალდებულებით დატვირთული ფუნქციონალები და სულიერი შტოს ვეძახით საინანს მოდის. ადამიანი აქ მოდის თავისი ფუნქციის განსახორციელებლად, განსაკუთრებით აი ეს ადამიანები, ამ წყემსებს, როსაც ვეძახით ხო, მიმართულების მიმცემი ხალხი, ესენი მოდიან განსაკუთრებით მაშინ, როცა კრიზისებია მოსალოდნელი დედამიწაზე. ანუ გარკვეული მფარველობითი სისტემა, რომელიც იცავს დედამიწას, იგი წინასწარ ამზადებს აი ესეთი ადამიანებით საზოგადოებას და საზოგადოების ცოტა მაღალ დონეზე ასვლა იწყება. ანუ დავარქვათ, რომ თვითონ კაცობრიობა, ახალგაზრდა ცივილიზაცია ამაზე თავიდან ვისაუბრეთ, მაგრამ ეხლა უკვე ვაკონკრეტებთ ამას, რო არ გადაგვარდეს, არ გადაჯიშდეს, არ წავიდეს უარყოფითისკენ და საბოლოო ჯამში არ დაღუპოს ერთმანეთი, მთელი სისტემა არ მოსპოს. ამიტომ მომაწესრიგებელი რაოდენობა 154,000 არის გადმოცემებით ბიბლიით. ესეთი სულები, რომლებიც ატარებენ გარკვეულ სულიერ სხივს, გარკვეულ პოტენციალს. გარკვეულ შემოქმედების გამოტარების უფრო დიდი ნიჭი აქვს და ეს შემოქმედება არის ზუსტად მათი სულიერება. ანუ რაც უნდა აკეთოს აქ ადამიანმა დედამიწაზე, აი ეს კავშირი ძლიერი ხიდივით მიწას და ზეცას შორის, რომ აი ესეთი პოტენციალიანი ადამიანები ატარებდნენ თავის თავში და ზუსტად სიტყვა სულიერებას სადაც ხმარობ, ამას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს აქვს გარკვეული მისია, რომელიც აქ უნდა აღასრულოს.
აქ უნდა აღასრულოს არა მარტო თავის თავში ან თავის თავთან რაღაც მოქმედებაში, არამედ დანარჩენი 8 მილიარდთან დაკავშირებით, ადამიანებთან დაუშვათ კავშირში. და აქედან გამომდინარე ეს ზეციური დავარქვათ ცეცხლი თუ ენერგია გადაეცემა ერთმანეთს ინფორმაცია მას შორის გადაეცემა და ეს საერთო მდგომარეობა საერთო ცოდნას ცვლის, საერთო საფეხურს ცვლის. როგორც წესი ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივ დროს დამკვირვებლის როლში არიან და ესე არ ერევიან საზოგადოებრივ პროცესებში მკაფიოდ. მათი ცოდნა უნდა იყოს შეფუთული რომ ადამიანებში არ გაჩნდეს სეგრეგაციის შეგრძნება, რომ ის ჩემზე მაღალი ან ღვთაებრივი რაღაც კავშირი აქვს, ამიტომ ესეთი ხალხი არის ისტორიულად შეფუთული როგორც თავშე დიდი მეფეები, შეფუთული როგორც დიდი მწერლები, წინასწარმეტყველები, დიდი ექიმები, დიდი გამომგონებლები და აქედან გამომდინარე ჩვეულებრივ ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ ეს ჩემნაირია, მეც თუ მას მიბაძა, მეც თუ ეს ვიშრომებ, მეც გამიღვიდება ნიჭი. რაც ხდება? ხდება მის მიმართ. კი ბატონო. ანუ მინდობა უნდა იყოს, თორე თუ იქნება ძალიან დიდი განსხვავება, რომ ეს ღვთაებრივი კავშირის კაცია და მე ვინა ვარ, მაშინ ადამიანს ხშირ შემთხვევაში ესე უიმედობა უჩნდება ხოლმე. და ამიტომ ისტორიულად ეს ხალხი არის შეფუთული ესე. კრიზისების დროს განსაკუთრებით ამ ადამიანების გამოღვიძება იწყება, უფრო აქტიური ამ შეერთებული ადამიანების გამოღვიძება და იწყება ტრანსფორმირება მათი. რასაც ჩვენ დავუშვათ ბიბლიურად სახარებისეულად ფერიცვალებას ვეძახით. ანუ თქვათ ისე რომ ღმერთმა თავისი შვილი როგორც მოდელი გამოაგზავნა სირთულეების დროს, ზუსტად ერების ახალი ერის მოსვლის დროს გამოაგზავნა რომ მოდელი, აი მას მიბაძეთ, იცხოვრეთ, შეისმინეთ, რაღაც კარგი მიიღეთ და თქვენს გადარჩებით და საბოლოო ჯამში კაცობრიობამ კი მიიღო ქრისტე, კი მიიღო, მაგრამ საბოლოო ჯამში ის სიღრმეები ჯერ არ ვერ მიიღო თუ არ ნელ-ნელა ვითარდება თუ აზრის და ნების თავისუფლების გამო ესე ფორსირებულად ზეციდან უფრო სწრაფი ჩარევით არ შეიძლება ზემოქმედება როგორც ჩანს საზოგადოებაზე ნელ-ნელა თვითონ გაიზარდოს 2000 წელი ეს პროცესი იყო და ეხლა მოდის პროცესი, როცა უკვე პრაქტიკაში უნდა გადავიტანოთ ეს. ანუ თუნდაც ის პრინციპები რაც არის, ხო, უფრო ზნეობრივი პრინციპები, აზრობრივი, ფსიქოლოგიური, დაუშვათ თუნდაც ენერგიის გაკონტროლების მომენტი რაც არის, ხო, რომ არც იფიქრო, ანუ ძველი ახთმისეული კი არა რაღაცა გაკავებდა შიში, დაუშვათ და კბილი-კბილის თვალის წუთზე, არამედ არც იფიქრო ან შეცვალე, ან უარყოფითი შეცვალე დადებითაც შეიცვალე თავის მეტად ფლობას მოყვასი შეიცვალე. აი ზუსტად ეს პერიოდია მოსული ეხლა, იმიტომ რომ ეხლა მორიგი კრიზისია, მორიგი ერაა შემოსული და ახალი პრინციპები უნდა დამკვიდრდეს. ძველი პრინციპები ვეღარ მუშაობს, იმიტომ რომ აკრძალულია სამყაროში ეს თქო აგრესია. კოსმოსის პარადიგმაა შეცვლილი და ღვთაებრივი წესების მიხედვით, ესე თქვა სულიერი წესების მიხედვით, ეხლა განსაკუთრებით არ შეიძლება აგრესია, მით უმეტეს როცა ესეთი არამდგრადობის პერიოდია, კრიზის რასაც ვეძახით, ამ დროს აგრესია როგორც ნავთიო დავასხათ ცეცხლს, ესე ედება ყველაფრის და ამიტომ თუნდაც ნებისმიერი მართველი ან მესაჭე ქვეყნის ამ პერიოდში განსაკუთრებით უნდა ცდილობდეს რომ ძალიან მშვიდად მართოს და ადამიანური ქრისტიანული თუნდაც დავარქვათ პრინციპებით მართოს და ეს ქრისტიანულ პრინციპებს ახლა რასაც ვაძიძახი ეს არ არის თუ რელიგიური პრინციპებს არ გულისხმობენ ამას უყურებ როგორც აი ესე პრაქტიკაში გადმოტანილს რომელიც თუნდაც შეიძლება ათეისტი იყოს ან ბუდისტი იყოს და ზუსტად იმ პრინციპებით ცხოვრობდეს და აღმოჩნდეს რომ სინამდვილეში სიღრმისეულად შემზე უფრო მეტად ქრისტიანი იყოს იმ პრინციპებს ახორციელებს და არა მე რომელსაც დაუშვათ გარეგნული ფორმა მაქვს ამის მიღებული და რაღაც რიტუალურ სისტემაში ამიტომ თვითონ ადამიანური პრინციპები რაც არის ღვთაებრივ პრინციპებთან ჰარმონიაში აი ეს პრინციპები უნდა ზეიმობდეს ამ პერიოდში ეხლა ისევ დაუბრუნდეთ ადამიანის განვითარებას ანუ ეს ადამიანები გადიან თავის ფერიცვალებას ტრანსფორმირება ხდება ანუ სულსა ერთვება ქვეყანას ფაროლობითი მომენტი აი უმეტესობას მაგალითისთვის 2017 წელს ჩაერთო მსგავსი ტრანსფორმირება თავისი ფერიცვალება თავისი დაეწყო მათ აურის ანუ ქართულად თქვა ცხივგარსის გაზდა ეს ხალხი გახდა ზემგზნობიარე რაღაც კვებაში აქცულებები
ფიზიოლოგიაში აქვს ცვლილებები, ოჯახურ ურთიერთობებში, სოციალურ ურთიერთობებში აქვს ცვლილებები, ცნობიერებაში აქვს საბოლოო ჯამში ცვლილებები და ეს ხალხი გადის აი ამ ტრანსფორმაციას 2017 წლიდან. ბევრს ოჯახიც კი ენგრევა, თით რომ აი ამ ცვლილებებს ვერ იტანენ, ზემგზნობიარები ხდებიან. მათ ესე ვთქვათ, თუ რამეს ძველად იტანდნენ, რაღაც კომპრომისზე თუ არ იყვნენ წასული, უსიყვარულოდ იყვნენ გათხოვილებიან, რაღაც ოჯახის შექმნილი, რაღაც დაძაბულობა იყო იტანდნენ, უკვე დატვირთვები როგორც ჩაერთო ძეციური, მათ უკვე ვერ იტანენ და ამათ ოჯახები ენგრევათ, ანუ ვისაც ვასწრებთ ამ ოჯახების შენარჩუნებას, უხსნით რომ ეს აქედან არის, აქედან ეს პროცესების მარტო შეერჩა და თუ გააცნობიერებენ, ესენი მართავენ უკვე იმ ოჯახურ სიტუაციასაც და რაღაცნაირად ინარჩუნებენ და ვინც არა, ნუ ის სილდება ხოლმე და რატო ვამბობ? ეს აგზნების პერიოდი, კრიზისული პერიოდი ცოტა ხანში გადაივლის 2027-28 წლისთვის უკვე გადაივლის ეს კრიზისული პერიოდი, ჩამშვიდდება ეს აურად, ნუ ეს ანტენა დავარქვათ, რომელიც აქვს ცხივგარსი. ისე ჩამშვიდდება ფუნქციები ჩამშვიდდება და ასეთი ხალხი არ დარჩეს დანგრეული ოჯახის, დანგრეული სოციალური მდგომარეობით, იმიტომ ვეუბნები, რომ ყველაფრის შეთავსება შეიძლება, ყველაფრის სწორი მართვა შეიძლება და ნუ აი აქ იმ ჯანმრთელობის შემოწმებასთან ერთად აი აქ რაღაც გარკვეულ მიმართულებებს ვაძლევთ, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ, რა საიდან მოდის და რატომ ამ ყველაფერს. ის სულიერი შტოების წარმომადგენლები, ის პრაქტიკულად დავარქვათ მასწავლებლები და როცა ხალხმა დაიწყო ჩემთან მოსვლა შემოწმება და იქ ბევრ პარამეტრთან ერთად 300 პარამეტრამდე ვზულოთ ვამოწმებდი, ახლა შეიძლება ნაკლებს ვამოწმებ. ერთ-ერთი პუნქტი მქონდა, რომ ნიჭები და უნარები რა ჩაერთო, რომელ საათზე უნდა იაქტიუროს და უშუალოდ ღმერთის დროს ვეძახით, როცა ღამის პერიოდში რომელიღაც 1 საათი აღვიძებს სამყარო ასეთ ადამიანებს და ეს ადამიანები იწყებენ ლოცვას, წერას, ხატვას, ინფორმაციის მიღებას, გადაცემას და მე ვფიქრობდი რა თქმა მეთქი ეს რომ ამ პარამეტრს გავდივარ. აღმოჩნდა რომ ეს ზუსტად არის ერისის სიმდიდრე, ესეთი ადამიანები, რომელსაც ჩაერთო ნიჭი და ეს ადამიანები იწყებენ ამ ნიჭის, ასე ვთქვათ, გამოყენებას. ეს ნიჭის მოსვლა, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ნიჭი და აი ამ ნიჭის აღსრულება ზუსტად ის სულიერი მისია ადამიანის, რომელიც აქვს თვითონ ადამიანს როგორც პროგრამა მოცემული, რომ ეს აღასრულოს, ამით გადმოიტანოს ღვთაებრივი სიყვარული, ენერგია, იგი მოქმედოს გარემოზე, ადამიანებზე და საბოლოო ჯამში გარემო უკეთესობისკენ წარმართოს და იგივე ჩვენ მაყურებელს ვიტყვი, რაც თქვი რა, რომ იგივე ზუსტად იგივე ხდება ქვეყნის ცხოვრებაში, ერის ცხოვრებაში. მან უნდა აღასრულოს თავის სულიერი მისია გარკვეული. ისევ ადამიანს დაუბრუნდეთ, აი ეს სულიერი მისია თუ არ აღსრულდა, თუ ადამიანმა ეს არ გამოიყენა, მაშინ ის მოსული ენერგია ეს არ არის მოსული მისთვის, ან კერძოდ ადამიანისთვის, ან რასაც ის წარმოადგენს, თუნდაც მისი ოჯახისთვის, ის ოჯახიც უკვე ერთიანი ველია შექმნილი ენერგოინფორმაციული დავარქვათ. და ეს ინფორმაცია, ეს ნიჭები არ არის მოსული კერძოდ ადამიანისთვის და ოჯახისთვის, ეს არის მოსული საზოგადოებისთვის. იმიტომ ესეთი ადამიანები შეერთებულები არათუ რაღაცა უნდა იყვნენ განყენებული ან ცალკე ან რაღაც თავისთვის განსხიოსნებას ელოდებოდნენ გაბწყინებას, ელოდებოდნენ გარდაცვალებას, არ არის საჭირო. ეს ღმერთმა იმიტომ გამოგვიშვა აქ, რომ აქ შესრულდეს მისია და სოციალური სოლიდარობა, ერთმანეთის დახმარება, მსახურება მთავარი ამ ადამიანების ერისთვის ან თავის სოციუმისთვის ეს არის აუცილებელი თემატიკა, იმიტომ რომ ეს ადამიანები არათუ რაღაცით უკეთესები არიან დაუშვათ საზოგადოებაზე, არამედ თვითონ ესენი როგორც საზოგადოების მსახურები გამოდიან და თავის ცხოვრებაში პრაქტიკულად არიან როგორც შეწირულები, ემსახურებიან საზოგადოებას, იმიტომ რომ ღვთაებრივი ამ ენერგიების გამოცემა სხვადასხვა შრეს შორის, ჩვენ შორის, წმინდანებს შორის, ანგელოზებს შორის, ესაა სულ განსხვავება ენერგიების და აქედან გამომდინარე, თუნდაც ადამიანი, რომელიც მეტნაკლებად სუსტია, არ არის ძლიერი არსება, თუნდაც მისი ბიოლოგიური ნაწილი, ის ვერ იტანს ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივ ურთიერთობას ამ სხვადასხვა შრეების წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ მათ სხვა ენერგია აქვთ. პირავით თქვა, უფრო მხურვალეა დაუშვათ მთავარ ანგელოზსა და ასე ვიდრე ადამიანის ორგანიზმი და აქედან გამომდინარე ადამიანის ორგანიზმი დიდი დატვირთვის ქვეშ არის და ამიტომ ადამიანი, რომელიც სულ შეერთებული ამ ღვთაებრივ ფუნქციონალს, დიდი დატვირთვების ქვეშ არის და განსაკუთრებით მისი
აი ეს ბიოლოგიური ნაწილი და ფიზიოლოგია. აქედან გამომდინარე ეს ადამიანები კერძოდ საკუთარი ცხოვრებით ვეღარ ცხოვრობენ, ჩვეულებრივ დროს კი ცხოვრობენ ასლის სამყარომად. გამოირჩევიან ესენი აურის სფერით, გამოსხივების სფერით, გამოირჩევიან აქტივობით, ჰიპერაქტივობით და ასე შემდეგ ნიჭიერებით, მაგრამ თვითონ კრიზისული პერიოდი როცა მოდის, ესენი ასმაგიოდენობის დატვირთვის ქვეშ გადადიან და თუ მათში დამარხული არის რაღაც ნიჭიერება, ეს ნიჭიერება იწყებს გამოსვლას. და როგორც თქვით, თუ მათ ეს ნიჭიერება არ გამოიყენეს, ეს ენერგია და ინფორმაცია მათვე პრაქტიკულად ჩახარშავს. მათ ოჯახის წევრებს და არტყავს. ხო, კი არ უბრუნდებოდ ეს ვერ ეტევა მათში. და ეს ესე იგი თუნდაც დიდი რაოდენობით ამის ქონა, ეს იქნება მათვისვე შემაფერხებელი, მათი ჯანმრთელობისთვის, მასი ოჯახისთვის, ოჯახის წევრებისთვის თუნდაც. ანუ ეს ენერგია უნდა იყოს გამოყენებული სასოციუმისთვის. ამ დროს ეს პიროვნებები პრაქტიკულად აღარ ეკუთვნიან აღარც მეუღლეს, აღარც შვილებს, ოჯახს. ეს პიროვნებები ხდებიან საზოგადოებრივ საკუთრება, ну ეს უხეშად რო ვთქვათ. განდა გამოდის ის, რომ მათ უწევთ ან დაუშვათ ოჯახის თავის ეს ფუნქციის დანიშნულების ესე ვთქვათ მასთან დაკავშირებით ოჯახის მორგება, აი ამ ეს თქვა მსახურების გზაზე გადაყვანა მთელი ოჯახის და თავის ფუნქციის წარმოჩენის ან და თუ ამას ვერ ახერხებენ და ეს ამძიმეთ მათ ცხოვრებას და ოჯახის ცხოვრებას ოჯახიდან გასვლა აი თუნდაც მესვეტე თუნდაც მეუდაბნოე მამაები და ბერები რო იყვნენ მაგიტომ ხდებოდა ის რომ ეს დიდი ენერგიების მოზღვავება ჩვეულებრივ ყოფაში არის ძალიან დიდი ტვირთი დაწყებული აი კვებიდან დამთავრებული ურთიერთობებით, რას თქვით, მთელი ასპექტებით, სექსუალური ასპექტით, პიროვნულით, ყველანაირით და აქედან გამომდინარე ზოგი ამას უძლებს, ზოგი ვერ უძლებს. აი ჩემთანაც ხალხი რომ მოდის უმეტესობა, ხო, მეც ხო გარკვეული რაღაც სირთულეები გავიარე, ჩემ ცხოვრებისებული, მაგრამ უკვე რაღაც დაგროვდა ცოდნა, უკვე ამ ხალხსაც რო ვაკვირდები და ვხედავ რომ დაახლოებით ერთი მექანიზმი მოქმედებს მათზე და მეტნაკლებობით, სხვა სირთულეებით, მაგრამ ვხედავ რომ როგორ უჭით ამ ადამიანებს. თუ როგორ მათში ახალი შემოსული ცოდნა, ხილვების სახით, სიზმრების სახით, პირდაპირ ინფორმაციის მოსვლის სახით, ნიჭების გახსნის სახით, როცა ესენი სხვა რელსებზე იყვნენ მანამდე და ეს არ იცოდნენ, თუ როგორ უჭირთ ამის მიღებას. ხშირ შემთხვევაში თვითონ ეს ადამიანებიც კი ზოგჯერ თავის თავში ეპარებათ ეჭვი, რომ რა მჭირს, ხო არ გავგიჟდი, რა ინფორმაცია მომდის. ზოგადად გარშემო ყოფებიც კი ძალიან მკაცრები არიან მასეთი ინფორმაციის და მასეთი ტრანსფორმაციის მიმართ და შემთხვევაში გადაუდგებიან ხოლმე და რაღაც გაგიჟდა, რაღაცა ჭირს. ეხლა ახალი უბედურება რაც აქვს, კიდე მიდიყავთ დაუშვათ ექიმებთან, რომლებიც უნერევ წამლებს უნიშნავენ გარკვეულს და ეს წამლები საერთოდ იშავთ ამ ადამიანებს. და ხდება რა, აი თუნდაც ჩემ შემთხვევაში, როცა მოყავთ ადამიანები და ჩაერთოთ ეს ნიჭები, ხო მე ვცდილობ გზაზე დავაყენო, მიუსე კალაპოტი გარკვეული, შევამოწმო რა საიდან მოდის, რა არის დასალაგებელი, რომ დაუშვათ არ შეეშალოს ამ ადამიანის ყოველი სულის პირად მისიას საქმე და ეს შეასწოროს და აი მაგალითებს მოგიყვანთ, რომ თუნდაც რო ვამოწმევ ადამიანებს, აღმოჩნდება, რომ მესამე, მეოთხე ზემო თაობებში ამ ადამიანებს ყავდათ სულიერი პიროვნება გვარში, ან დედის ხარეს, ან ამის ხარეს. ეს სულიერი პიროვნებას ვიძახი სიტყვას, მაგრამ ეს შეიძლება იყოს მუდელი, შეიძლება იყოს ბერი, შეიძლება იყოს დიდი მკურნალი სახალხო, შეიძლება იყოს შემოქმედი, დიდი მხატვარი, დიდი მათემატიკოსი და ასე შემდეგ. ანუ ადამიანი, რომელმაც გარკვეული რაღაც ბიძგი მისცა მაშინ საზოგადოებას და თან რა არის, რამდენი თაობაც არ უნდა გავიდეს, აღმოჩნდება, რომ ეს ნიჭი და უნარი და ეს ვალდებულება მით უმეტეს მოყვება ადამიანს. მოყვება და იღვიძებს შესაბამის დროს. ამიტომ ახლა ვინც შევამოწმე დაახლოებით 1500 ადამიანი მაინც შევამოწმე 3-4 წლის განმავლობაში და ამათი უმეტესობა ვინც რაც მოვიძიეთ დაუშვათ ზოგიერთმა მოიძია არქივებში რომ ვეუთხარით რომ დაუშვათ ამ შტოში იყო სასულიერო პირი აღმოჩნდა მღვდელი ზოგიერთი მოდის თავადური გვარის წარმომადგენელი ან სამეფო გვარის წარმომადგენელი რომელსაც ასევე დიდი პოტენციალი აქვს მაგრამ ეს პოტენციალი მინდა დავაზუსტო რომ ეს არ არის აუცილებელი რომ თაობებით ადამიანი რასაც აკეთებდა იგივე გააკეთოს. ანუ შეიძლება ერთ თაობაში იყოს მღვდელი, მეორეში მხატვარი, მესამეში სპორტსმენი. ანუ პოტენციალი დიდი მოდის
მაგრამ კონკრეტულად იმ სულს რაც აქვს გასაკეთებელი მანის უნდა აკეთოს. და აქედან გამომდინარე ეს როცა მოდიან ხოლმე თავადური გვარის წარმომადგენლები აღმოჩნდება რომ შეამოწმენ ძალიან დიდი ტვირთი და ვალდებულება აქვთ. ანუ მეფეები თავადების ფეოდალები და ასე შემდეგ ეს იყო ხალხი არათუ რომელიც პრივილეგია ჰქონდათ რაღაცაზე მარტო არამედ ეს იყო ხალხი უშუალოდ რომელის პირველადი დანიშნულება იყო ეს იყო სახელმწიფოს მართვა და სახელმწიფოს დაცვა აქედან გამომდინარე ესენი აკეთებდნენ მობილიზებას ერის მობილიზებას, ქუძე კლასის მობილიზებას და ესენი გარკვეულწილად იღებდნენ პასუხისმგებლობას ამ მობილიზებაზე. ანუ ეს არ იყო მარტო ომში გაყვანა ამ ადამიანების, ხო, იმ ომში პრაქტიკულად ხდებოდა ამ ადამიანების შეწირვა, დაღუპვა და გამოდის რომ მე როცა ხედავთ არის ფუნქცია როცა მაქვს და ვალდებულება რომ მაქვს მე ჩემ თავზე კიდე ვიღებ დიდ ეს თქვა ტვირთს იმ სამწყსოსი და გამოდის რომ მე ეს იგი ვალდებულებიანი ადამიანი ხდები ამიტომ ეს ჩემი ნიჭები და უნარები უნდა სამართლიანად გამოვიყენო და უნდა გამოვიყენო ეს სამართლიანობა არა მარტო ადამიანურ სამართლიანობაზე ვამბობ არამედ ღვთიური სამართლიანობის ნაწილი უნდა ვიყო და ნაწილიანი ერთგვარ მთაში არის ნაწილიანი ადამიანია, ანუ სიწმინდეა მასში. აი ესეთი ადამიანი რომელსაც გაყავდა ეს საბრძოლოდ ეს ხალხი, ეს სულები, გარკვეულად მას ესე ვთქვათ ვალდებულება სულიერი მოყვება, ტვირთი მოყვება, სულიერი ტვირთი მოყვება და მის შვილებს, შვილთაშვილებს და უამრავ თაობას, ესე ვთქვათ, ეს გადმოდის და როგორც თქვი ეს ტვირთი უფრო მეტი სადაც არის, მეტია აი ამ ტვირთის რეალიზების საჭიროება. ანუ პირობითად მიწიერად რო ვთქვათ, ჩაიდო ინვესტიცია სულში, დიდი ინვესტიცია, ეს ინვესტიცია უნდა მოხმარდეს იმ ხალხს და იმ ტერიტორიას, რომლისთვისაც ჩაიდო, რომელსაც მზადდებოდა ეს ყველაფერი და აი ადამიანები აი მაგალითებს მოვიყვანა ახლა მოიყვანეს ერთი გოგონა ულამაზესი სახის ულამაზესი გარეგნობის და ყავთ და ეს თქვა უკვე წამლებს ასმევს ოჯახი ვიმზადებით რა ვზადებით ვიკვლევთ რომ აი ეს ზიაპრებში ისაყავს სულიერება და აღმოჩნდა ოქროპირიძეების გვარის წარმომადგენელი ეს იყო ჩვენი ვინც იყო პატრიარქი ოქროპირიძე 20-იან წლებში იმაში აღზრდელის ერთ-ერთი გორის მაზრიდან იმათი შთამომავალი შვილთაშვილთაშვილი ანუ ეს პოტენციალი მოყვა მეორე დღე გადის მოყავთ ბიჭი ესევე რომ აი ეს იგივე ისტორიის ზუსტად ანუ ჩემთან გარკვეულად დახარისხებულად მოყავთ ადამიანები რომ დაახლოებით ერთი პრობლემატიკის ერთი-ორი დღის განმავლობაში მე სხვა პრობლემატიკის ეს ბიჭი ამასაც ვიკვლევთ, ამას რა ხდება ულამაზესი სახე, ულამაზესი და ესეც გაგიჟდა გვეუბნებიან, რითი გაგიჟდა ვეკითხები და აი ღმერთზე გველაპარაკება ოჯახი ვეუბნება. ამასაც ვამოწმებთ აღმოჩნდა რომ ამის წინაპრების აი ეს თქვა სულიერების პატრონი. აღმოჩნდა კირიონ საძაგლიშვილის ჩვენი პატრიარქის ანუ ძმის თუ ოჯახის წევრის აი მათი შთამომავალი. გადის მესამე დღე მოყავთ გოგონა გვარი გვიწერია ჩაულებრივად არაფერი ყველაფერი და ვამოწმებ და ამ გოგონას დიდი პრობლემები აქვს ჩამთელობის ხრივ და სომხები არიან თუ ნახევრად სომხები არიან და ვამოწმებ რომ დედის ხრიდან აქვს ძალიან დიდი სულიერება და სულიერი რაღაც შტომოყვება და ვეკითხები ამ გოგონას რომ ვამოწმებ რომ აი ესეთი ნიჭები გაქვს ესეთი ისინი და რა გვარი ხარ ვეკითხები დედის ხრიდან და დედა აღმოჩნდა მამიკონიანი ანუ ჩვენი შუშანიკის წმინდანის мама იყო ვარდან მამიკონიანი. ანუ გავიდეს, არ ვიცი, შეიძლება ასობით თაობა გავიდეს, თუ გვარს გულისხმობ, ნუ სულიერ შტოს ვეძახი რა. თუ სულიერ შტოს აქვს ესე ვთქვათ პოტენციალი დიდი, ის დიდი პოტენციალი არის, რომ წარმოვიდგინოთ, როგორც მდინარე, როგორც ნაკადი, თავის აჩქარებით, თავის მახასიათებლებით, ზოგიერთი არის პირობითად გადავიტანოთ ახლა თქვა, ანუ ზოგიერთი არის სწრაფი მდინარე, მთიზის, ზოგიერთი არის მძორე. ანუ ყოველი სული ამ მდინარეში მოხვედრილი იგი იღებს აი ამ მდინარის მახასიათებელს და ამას ვადარებ, აი ამ სულიერ შტოს ვადარებ, როგორც ვითარდება მე ეს სულები, ვადარებ ვაზის განვითარება, როგორც ხდება, ახალი თაობა როგორ მოდის და აი ეს ვაზი როგორ სუსტება, რა პროცესებს გადის, როგორ ისხლება, ახალი გაზაფხული მოდის და თუნდაც აი ვაზის, ეს თქვა, მოვლის
ბევრი ოპერაცია ჭირდება 20-ზე მეტი ოპერაცია 22-ზე თუ არ ვცდები ვაზის მოვლას აი თუნდაც როგორც ხდება ვაზში ეს ყველაფერი მოვლა გადაგვარება ვაზის საოცარ შედარება კი არა ძალიან აი ეს უბრალო შედარება და იმიტომ ეს არ არის ჩვენ თუნდაც რომ ვაზი ავიღეთ ჩვენ სიმბოლოდ ქართველებმა ეს არ იყო მხოლოდ ეკონომიკური რაღაცა ეს იყო მთელი ფილოსოფია ზუსტად იმ სულების ეს თქვათ ცხოვრების აქ და აქ რეალიზების. ეხლა რატო ამ ყველაფერს საით მივდივარ რა. ბევრი ადამიანი მოვიდა ამ პერიოდში, რომელიც იყო ეს თქვა შთამომავალი ფიცის კაცების. სოლომონ მეფის დროს რო მოხდა ამ შეკრება სახელმწიფო მოიშალა და იქ სამეფო ოჯახიდან დაწყებული გლეხით დამთავრებული ეს ხალხი გაცნობიერებულად გახდნენ ფიცის კაცები და ამათმა დაიცვეს ქართული სახელმწიფოებრიობა პრაქტიკულად და გადაგვარჩინეს. ბევრი ადამიანი მოდის მათი შთამომავალი ამ შემოწმებებზე. ბევრი მოდის დიდი გამოგონებლების ექიმების და ასე შთამომავლები და რატომ ამბობ ამ ყველაფერს რა ანუ ეს გენეტიკურ დონეზე არათუ მატერიალისტურად, არამედ სულიერ დონეზე ხდება ამ ინფორმაციის გადმოსვლა, გაღვივება და მათი შვილების, შვილთაშვილები და აი ეს ხალხი საჭიროების დროს იწყებს თავის სულიერ ფუნქციონალის შესრულებას დაწყებული ხატვიდან, დამთავრებული არის პოლიტიკურ მოღვაწეობით დამთავრებული და აი ეს ხალხი იღვიძებს და აღმოჩნდა ის რომ ზოგჯერ როცა ვამბობთ ხოლმე ის რომ რამ გადაგვარჩინა აი ზუსტად მაგას გადაგვარჩინა რომ არსებობს ერთი უწყვეტი სულიერი, დავარქვათ სულიერი ინფორმაცია, ენერგეტიკული ინფორმაციული ნაკადი გარკვეული და მფარველობა ამ ქვეყანას რაც აქვს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ღვივდება და ეს თავის შთამომავლობაში რა გადაგვარებულიც არ უნდა იყოს ეს შთამომავლობა, დაუშვათ რა პოლიტიკური მასში ნაკადში არ უნდა იყოს თუ რა სად არ უნდა იყოს თუ ტატუირება უნდა გქონდეს გაკეთებული თუ ყური გახრეტილი თუ რა ეს მასში იღვიძებს და ეს იწყებს აი ეს ძალა იწყებს ამათის ფორმირებას ამათში სისხლის ყივილს ამიტომ ეხლა დღესდღეობით როცა ჩვენ ახლა გამოწევა ქვეყანაში და ცემატყეპაა ბევრი ადამიანი თუნდაც იქ მიტინგის ხარეს ხედავ ისეთ ადამიანს რომელიც ჩემთან იყო ნამყოფი არის ჩემთან და ბევრი დაალაგდა ბევრი ვერ დაალაგდა ბევრი ანუ ხალხი არის გაყოფილი როლებში აქ ესე თქვა ერთი მხარე მეორე მხარე მაგრამ ფაქტი ისაა რომ საჭიროების დროს როცა დიდი უბედურება ტრიალებს ჩვენ თავზე გარედან მოსული და ეს ისტორიულად ესე იყო ხოლმე ხშირ შემთხვევაში დაძაბულობაში ვიყავით შიდა დაძაბულობაში ერთმანეთთან მაგრამ საჭიროების დროს ხდებოდა ხოლმე შეკვრა და ამიტომ მახსენდება ის 13 იუნის სისტემატიკა თუ გახსოვთ ის როცა წალეკა ეს იყო საოცრება წალეკა ვერის ხეობამ ერმა რა გააკეთა კი ბატონო და ერმა და ზუსტად იმ ახალგაზრდობა ხო დღეს ვისაც ურტყავს რომელიც ერთ მხარესაა თუ მეორე მხარესაა ზუსტად ის ახალგაზრდობა იყო შეკრული და ერთად ეხმარებოდა საზოგადოებას ანუ ჩვენ თუ ესე ვთქვათ გვაქვს ეს უნარი რომ შევიკრათ და საერთო საქმე ვაკეთოთ, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ევროპელი, თუ ვინ არის ევრაზიული კავშირი უნდა, თუ ეს ჩინეთი უნდა, თუ ის თურქეთი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ერთი შემაკავშირებელი ძარღვი გვაქვს ეს ჩვენ ქართული სული და საჭიროების შემთხვევაში ეს ქართული სული რო იღვიძებს ამ ინდივიდებში და მე ეს მოქმედებს გარემოზე და აი ახლა როგორ წარმართავთ ამ ყველაფერს ამის შეკვრას და სწორე მართვას ეს უკვე ჩვენზეა ჩვენ გულისხმობ ადამიანებზე რომლებსაც გარკვეული ან სულიერი ვალდებულება გვაქვს ან ცოდნა პრაქტიკული თეორიული ან პრაქტიკული გამოცდილებას რასაც ვეძახით და რომელსაც რაღაც ხურება გამოიარეს და უკვე დაიწყეს ფიქრი ხო რომ როგორ ვიცხოვრო ანუ მარტო ემოციას კი არ აყვე არამედ როგორ მოვაწესი ყოფა და საბოლოო ჯამში ესეთი ხალხით უნდა იყოს დაკომპლექტებული მთავრობა ან თუნდაც მთავრობა უნდა ეკითხებოდეს და ეს მთავრობა ხო გამომდინარე იქიდან თუ რა წყობა იქნება ეს იქნება ფეოდალიზმი იქნება დემოკრატია იქნება კომუნიზმი თუ რა იქნება საერთო კაპიტალიზმი თუ ასე შემდეგ ეს ნებისმიერი ეს მართვის სისტემა უნდა იყოს პირველ რიგში თავის ერზე კონცენტრირებული მის ერის ინტერესებზე და მის ფსიქოლოგიურ ფსიქოგენეტიკებზე მორგებული თავისი ყველა ატრიბუტიკით და ყველა მიმართულებით ეს იქნება თუნდაც მიმართულებები ეკონომიკური, თავდაცვითი, დაზვერვითი თუ რა უნდა იყოს თავის ინტერესების განტარებელი და ახლა რატო ვამბობთ ეს ადამიანების თემატიკას
აი ეს ადამიანები, რომლებიც არის ეს ნიჭიერი ადამიანები, ზუსტად ეს ხალხი თუ არ იქნება ერთი იდეის ქვეშ, ხო, რაღაცნაირად ერთი ქოლგის ქვეშ, ან ერთი მიზანი თუ არ იქნებათ, ეს ადამიანები სულ ესე დაძაბულობაში იქნებიან. აი პატარა გადახტომას გავაკეთებ, ეს არის 80-იანი წლების ბოლო, როცა დაიწყო ეროვნული მოძრაობა, როცა გააქტიურდა, უბრალოდ თქვათ და როცა მოხდა ის, რომ მთელი სამეგობრო, მთელი შეკრული ხალხი ერთი იდეებით, ხო, ერთად იცავდნენ ესენი ქართულ ინტერესებს და მოხდა ის, რომ ამ პერიოდში 99 წელს დაახლოებით ამ უკვე პიკამდე რომ მიაღწია დაძაბულობა 88-99 წლებში მოხდა ის რომ ერმა და აი მისმა ძირითადმა მესაჭეებმა და ვარქვათ ლიდერებმა ვერ ნახეს თავის ერთმანეთთან რაღაცა ესეთი საურთიერთობო ენა დავარქვათ რა. ანუ დავარქვათ რომ ემოცია, პოლიტიკა რომელსაც ეროვნული ლიდერები ახორციელებდნენ. დავარქვათ რომ სულიერება, რომელსაც ეკლესია მაშინ და მაშინ პატრიარქი ჩვენი ეს თქვათ მიუძღო და დავარქვათ გონიერების ხარე, რომელიც მამარდაშვილი იყო და უშუალოდ რომელიც ფილოსოფიური თესვები ამ ყველაფრის დახერხემალინო ყოფილიყო. ამ ხალხმა ერთმანეთთან ვერ ნახა მაშინ საერთო ენა, გაწყდა ეს კომუნიკაცია და მოხდა ის რაც მოხდა, რომ დაიქსაქსა, ერი გაიყო. ესე იგი მოხდა თუნდაც ამ გონიერების არ მიღება და ხშირ შემთხვევაში ამ ვაშა პატრიოტიზმმა ჩაახშო ეს რაღაცა და მოხდა იგივე გარდაცვალება მოკლა მოხდა მამარდაშვილის არანშვიდის რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა როგორც ვიცი განმოცემები ძალიან ცოტა და ეხლაც რო გადისწლები მის სასაფლაოზე აი ეს ასოები სულ ამოგლეჯილია ხოლმე და მე მარკერით აწერენ ხოლმე მე რა მამარდაშვილი ზუსტად ვიცი რომ ეს ბებია ჩემის საფლავის გვერდზეა და როცა მივედი ნახე მის საფლავი ერთ წელიწადში მოვედი ასოები აქ დამძრალი და რატო ვამბობ ამ ყველაფერს რა მაშინ გონიერება და მტკივნეული მომენტები ვერ ავიღეთ მოხდა ესე ჩამოცლება უკვე 9 აპრილს კი მოხდა ის რომ პატრიარქის სიტყვები გონიერ გზაზე მშვიდ გზაზე არავირჩიეთ და მოხდა პატრიარქის დაუშვათ რაც ნუ პატრიარქს განეხორციელებიან ლოცვა ეთქვა სხვა ადამიანმა ეს ჩაატარა აი ძალიან სერიოზული დარღვევების გაბნევა მოხდა და ამიტომ აქედან გამომდინარე მე აი ეს რღვევა ეს გაბნევა ქვების გაგრძელდა მხოლოდ გაგრძელდა ეს და გაგრძელდა არა მარტო დაუშვათ პატრიარქის მამარდაშვილის ზვიადის დონეზე, არამედ გაგრძელდა უკვე შიგნით მოძრაობის ბაში და სრულიად მეგობრები ერთმანეთს დაერიან. და ამ დარევამ აღმოაჩინა ის, რომ ამ ნიჭიერი ხალხის ვექტორები ერთმანეთის მიმართ შებრუნდა, ესე თქვა და ერთმანეთს დაერიან. თუ მანამდე რუსეთს კი არა იმპერიას ებრძოდნენ, უკვე ერთმანეთსკენ შემოbrunდნენ დაერიან და აი ეს პროცესი რღვევის წავიდა როგორც თვითონ ერთმანეთში ასევე ეს ყველაფერი დავიდა ოჯახებამდე თუ გახსოვთ ოჯახში ერთი ოპოზიცია დაპირისპირება და ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში მიიყვანა მასიურ ფსიქოზამდე ერი და მაშინ რაც მოხდა რომ მუხტი აწიეს მიიღეს იმპერიის გრევა მარტო ჩვენ არ ვიყავით ამაში თავისთავად აქტორები ხო სხვა ქვეყნების და ინტერესების მაგრამ ჩვენც ხო ჩვენი ყველაზე მტკივნეული როლი ხო კავკასიამდე საქართველოს მიიღო ამ შეყოლებში და მოხდა ის რომ აი ეს რღვევა რო წავიდა ატომიზაციის პროცესი ამან გამოიწვია თავის ლოგიკური ეს გაგრძელება და ის ვინც ყველაზე დაუნდობელი იყო ის ყველაზე ვინც რაღაც გაქნილი იყო ის გადარჩა საბოლოო ჯამში იმან ძლია თუნდაც იმ მომენტს რომ თუნდაც ზვიადის მომენტს რომ ბევრი მხრთხოველი რომელიც ამბობდა რომ ქართულს არ ესროლოთ ან რაღაცა ანუ ის დამდობი შედარებით ადამიანური ჩაყლაპა იმ გამობრძმებელმა სისტემამ კრიზისი კი არ დაიძლია არამედ კრიზისი მოვიდა ჩვენ ამ კრიზისში ნავთი დავასხით ცეცხლზე რომ ესე იყო საჭირო ჩვენ ვებრძოთ იმპერიას მაგრამ მერე უნდა მოხდარიყო სასწრაფო დალაგება სიტუაციის უნდა ყოფილიყო დელეგირება ანუ გადანაწილება თუნდაც რაღაც ძალაუფლების
ჩაყენება, გამაერთიანებელი თემატიკა. ჩვენ კიდე პირიქით დავიწყეთ აგენტი ხარ, სუკის აგენტი ხარ, ეს ხარ და იქამდე მივედით რომ გუმბარიძე იყო მაშინ თუ გახსოვთ რესპუბლიკის ხელმძღვანელი, რომელიც 9 აპრილის მერე დასვეს, მიუვარდნენ მაშინ ჩვენები და დაუწყეს შენ სუკის აგენტი ხარ, სუკის აგენტი ხარ. ის მოუწრიალა და მეო სუკის გენერალი ვარო და სუკის აგენტები თქვენა ხართო, რომ პასუხი გასცა ესეთი და ამიტომ ეს პროცესი რომ დაიწყო დაძაბულობის ეს დაძაბულობა კაიხანი არ დამთავრდა. თვითონ აი ეს როცა გადაგორდა უკვე 96-17 წლებში უკვე ჩამშვიდდა ეს აგზნების პერიოდი ლოკალური, ანუ ჩვენ პრაქტიკულად სამყარო ფალბა გამოგვაწარა რთულ პერიოდს და აგვარჩევინა ჩვენ თვითონ გზები, გარკვეული ესე იგი სცენარი აგვარჩევინა, რომელიც ჩვენ მოვინდომეთ. თორე შეიძლება სუსხანად ბალტიისპირეთივით შეიძლება გაგვეულო ეს ყველაფერი, ან სხვა გზა. მაგრამ მაშინ ესე ვიყავით, საჭირო იყო ესე და თქვა რაღაც გარკვეული გამოსწრება მივიღეთ, მე ჩამშვიდდა ეს ყველაფერი, რამდენიმე წელი იყო სიმშვიდის პერიოდი და მე უკვე როგორც წინა განაცემებში თქვით, ისე 2007 წელს მსოფლიო კრიზისი წამოვიდა უკვე. ესე იგი, როცა ჩვენ ერთმანეთს დავჭამეთ, აი ამ დაჭმის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს თქვათ ადამიანები, რომელსაც შეეძლოთ რაღაც დოზით ემოქმედოთ გარემოზე და მშვიდობის ყოფილი ადამიანები რა. აი თუნდაც სინდისის სასამართლოს ვინც ნახავს კადრებს ჩვენი მაყურებლები ვინც ნახავენ, იქ ნახავენ ზურა ჭავჭავაძის გუნდს ნახავენ, რომელიც ესე იგი რომლის გარშემო სტრიალებს რაღაც მოვლენები და ეს ეროვნული ძალები როგორ ჭამენ ერთმანეთს და ამ დროს მშვიდობის ყოფილი ხალხი ვინც არის, იქ ბატონი ჯუმბერ კოპალიანია, ზურა ჭავჭავაძე, ესენი აღმოჩნდნენ უმცირესობაში მაშინ. და მათი ეს ზომიერი პოზიცია არ იყო შესმენელი მაშინ. ერი მაშინ სისხლზე იყო და აგრესიაზე იყო გადასული და აი ეს მშვიდობის ყოფილები, რომლებიც მაშინაც არსებობდნენ იგივე ჩვენი პატრიარქი, რომელიც ცდილობდა მშვიდობის ყოფის და ეს თქვა დალაგებას ერთმანეთში და მაშინ ახალგაზრდა იყო და ესე თქვა მაშინ ძალ შეეძლო მას ამის დალაგება და თუნდაც იქ მოვლენები იყო ისეთი, რომ ხშირად არის ხოლმე შეკითხვა, რომ რატო წავიდა ჯაბასთან შიმშილობის დროს და რატო უთხრა რომ ჩვენ ბატონს ჯაბა ჭირდებით, ან რატო დაუდგა ერთ ხარეს ან მეორე ხარეს. ეხლა მინდა ეს აიდუმლოება გავხსნა სულიერი ასპექტიდან, რომ აღარ იყოს ამაზე საუბარი, რომ მიხვდეთ რაშია საქმე ხალხო. აქ არის ის, რომ როცა ადამიანი არის გარკვეული მესაჭე, ანუ პირდაპირ ხიდი და კავშირი ზეცასთან და მას აბარია მწყემსობა, ესე თქვათ, საზოგადოების, თვითონ ამ ადამიანს უწევს რომ მან თავის პოზიცია გადადოს უკან და გახდეს ყველასთვის მამა. აქედან გამომდინარე, იქ აქტორებად ვინც დაიყოფა ერთმანეთის წინააღმდეგობაში ვინც იქნება, ამათთვის უნდა გახდეს ყველასთვის მამა, ყველასთან შეეცადოს, რომელსაც პოტენციალი აქვს ხედავს, რომ ეთის სულიერი სხეული იქნება, ესე თქვა და ხედავს, რომ იმ ადამიანს აქვს პოტენციალი, ამ ადამიანს აქვს პოტენციალი, უწევს ამ ადამიანებთან თანამშრომლობა და მეგობრობა. დიახ, და ამ დროს მონათლავენ ხოლმე მან ხო და ვერ ესმით დღემდე თუნდაც ზვიადისტებს რო ეძახით, ხო? ზვიადის მოყვარულ ხალხს არ ესმით, როგორ შეიძლება ჯაბასთან მისვლა და იქით ამ ხარეს გადახრა. იქით ამ ხარეს გადახრა არ იყო, იქ იყო პოტენციალებს შორის გადახრა, იმიტომ რომ როცა საზოგადოება ერთიანი ორგანიზმი, ჩვენ საერთოდ ვართ მიდრეკილები, რომ ვიღაც ერთს დავაბრალოთ, მაგრამ ეს ერთიანი ორგანიზმია ერი და ბერი, როცა იგი გადადის აგრესიაზე, როცა იგი ვერ შეიცნობს რაღაცას, ვერ მიიღებს რაღაცას, თუნდაც სასულიერო მხრიდან, თუნდაც გონიერების მხრიდან, მაშინ ის სცენარი ამუშავდება დასჯით, შეჯანჯღარებით და ეს ვექტორები ენერგიის ერთმანეთს პრაქტიკულად ანადგურებენ. და მერე ხდება მაინც გიწევს აქ დალაგება სიტუაციის, ამიტომ უკვე აი ამ ვექტორებს შორის ვინ ძლიერია და ვისაც აქვს პოტენციალი თუნდაც უკვე არეულში რაღაცის დალაგების, იქ შენ გიწევს აი ამ ადამიანთან ურთიერთობა და გიწევს ამ ადამიანის საშუალებით ერში ისევ რაღაც წონასწორობის შემოტანა. ეს ძალიან ტკივნეული პროცესია. ეს ადამიანურად ძალიან ძნელი მოსასმენი პროცესია. როგორ ამდენი სიცხლე აქვს შვილი მომიკვდეს რაღაც გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი მის გამო რომ ჩვენ როგორც ერმა ავირჩიეთ ესეთი აგრესიის გზა.
უბედურების გზა ავირჩიეთ და ამ უბედურების შესაჩერებლად მერე გვიწევს მერე აი ამ აქტორებთან იგივე სულს თუ უარყოფით თუ არს თუ რაღაც ხარებს შორის ამ აქტორებთან ურთიერთობა და ამათი ატანა, ამათი შეყვარება, ამათი შეყვარების გაგზავნა, ამათი მიახლოება, ამათი მიახლოებით, ამათი აგრესიის გადამუშავება, რაც მოხდა შემდგომში. იმიტომ რომ ბევრი კითხულობს რომ რატო ეს ძველი ხედრიონელები ან გვარდიელები ან რატომ თუნდაც ის არატრადიციული მის მქონე ადამიანები რატო მიახლოვა პატრიარქმა, რატო აქცია ესენი მღვდლებოდა? იმიტომ რომ ეს სიმძიმე უნდა გადახარშო და გამოიყვანო ამ სიმძიმეს რაღაც დაალაგებული. ქრისტე არ მოსულა დალხენილი ადამიანებისთვის. ქრისტე მოვიდა ზუსტად აი ამ სიმძიმისთვის, კეთროვანებისთვის, ქუჩისკალებისთვის, მოვიდა უბედურებისთვის, აგრესვე და ის აქცია და იმათ ელაპარაკა ზუსტად იმას და იმათი ესე ვთქვათ უარყოფითი ფაქტორების შეცვალა დადებითად. ამიტომ არის ხალხნო და უნდა მორჩეთ ერთმანეთის ჭამას ამდენი წელი რომ ეს იყო ეს მოყურებლებო განსაკუთრებით მინდა ხო და კი ყურადღებით მოისმინონ ეს და ჩვენმა ხელისუფლებამაც ოპოზიციამაც ყველამ აბსოლუტურად ეს ვისაც ყური აქვს ისმინოს და ეხლა რო წარმოიდგინოთ რა არის მესაჭეობა, რა არის პატრიარქობა. პატრიარქი არ არის ეს ერთი ადამიანი. პატრიარქი არის ეს არის კავშირი ადამიანებს შორის, ეს არის ღირებულებებს შორის კავშირი და ეს არის რა რომ მე ერთი ადამიანი ვერ ვიზავ ვერაფერს მე თუ არ ამყავს გვერდში მდგომი ოღონდ აქედან გამომდინარე როცა მოდის დაუშვათ ახალი მესაჭეობის დრო აი ეს კავშირები ებმევა ერთმანეთს და ანუ მე იქ ეპისკოპოსი მღვდელი ბერი და დიაკვანი და ასე შემდეგ მარტო ეს კი არა ვართ მთელი კულტურული ფენა ვინც ვართ მაშინ მთელი კულტურული ფენა იმართება მესაჭეობით და ეს მესაჭე აძლევს ესე ვთქვათ გარკვეულ მიმართულებას ამ ერს რომელსაც მე ყველა დაეწყობა აი ელემენტარულად ამას წინათ გარდაიცვალა ბატონი პაატა კოღუაშვილი ნათელი მის სულს ბატონი პაატა მიყვებოდა ეს ისტორიას რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე პატრიარქი 90-იან წლებში აკეთებდა საზოგადოების შეკრებას ხოლმე ერთად კრებდა და განიხილავდნენ საკითხებს და საბოლოო ჯამში რაღაც სიმშვიდეზე მაინც მოიყვანეს ერთ-ერთ შეხვედრაზე გამოვედიო და დავამხეო თავზე მეორე ადამიანს ყველაფერი რაღაცა და გამიყვანაო გარეთ ეზოში გამიყვანაო და პაატაო შენ საქმეზე რაც გინდა ის ისაუბრეო მაგრამ პიროვნებებს შეეხებიოთ ხოვა და მე პაატას აეკბილებით ეჭირა ხოლმე ზოგჯერ რაღაც თავი და რატო ვამბობ რა ვიღაცა უნდა იყოს გამაწონასწორებელი და ტონის მიმცემი საზოგადოებისთვის ამ ვიღაცას ჭირდება ძალიან დიდი მოთმინება რომ რომელიღაც მხარეზე არ გადავიდეს და აქედან გამომდინარე თვითონ ის ღვთაებრივი რაღაც მესაჭეობა როცა არის აი ტონის მიცემით დაკვირვებით შესწავლით თანამშრომლობით მეგობრობით ერთად ყოფნით რაღაც თანამუშაკობით ამ ერის სამშვიდობაზე გაყვანა ხოლმე საჭირო ეს პატრიარქმა თავის დროზე ავად თუ კარგად მოახედრა და მოახერხა ნამდვილად ანუ ესე რომ ვთქვათ ბატონო ერეკლე თითქოს მასში როგორც აი მამა გაბრიელი იძახის მეფის და სულიერების ლიდერის ეს ფუნქცია შეითვის ანუ ორი ჯვარი აიღო და აი ეს ამითი გაატარა ერი ხო და ბევრ რაღაცა და ეს არ იყო ერთი ადამიანი ეს იყო ზუსტად კავშირი თუნდაც პატრიარქის და აი ეხლა დღესდღეობით რაც არ უნდა ლანძღონ პატრიარქი არის ზალები რომელიც ლანძღავენ სულ აბა სად არის საპატრიარქო ეხლა ჯერ იმას ვერ ითვალისწინებენ ეს ადამიანი არის დიდ ასაკშია შესული ამიტომ უკვე უნდა გამოჩნდნენ ასპარეზზე ადამიანები რომლებიც მუშაკობენ თუნდაც ეკლესიის მხრიდან აიღონ და დაიწოს ღვაწლი ის ღვაწლი კი არა მარტო რასაც აკეთებენ კიდე ხალხში გასვლა აუცილებელი რასაც პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ თქვა რომ ხალხში გასვლის დრო მოვიდა და რითი თქვა მინდა რა ანუ პატრიარქი როგორც თქვით არ არის მარტო ეს არის ეს კავშირი რომელიც თქვით იგივე აი როცა ჩახვალთ დმანიში და უშუალოდ და ნახავთ შეხვდებით ბატონ ჯუმბერ კოპალიანს იგი გეტყვით რომ რამხელა როლი ითამაშა პატრიარქმა თავის დროზე კომუნისტების დროსაც რომ ბატონ ჯუმბერს გვერდში დადგომოდა და აქედან გამომდინარე იქ რაღაცა ქართული საქმე გაკეთებულიყო იგივე რომ ჩახვალთ აჭარაში ბატონი თანდილავა ბატონი იაშა რომელიც არის რომელიც გეტყვით რომ თუნდაც პატრიარქმა მას იდეა ჩააწოდა რომ მას ეს თქვა ლაზურ ენაში
აი ეს ენის თემატიკა დაეწერა. ეს არის ეს ბატონი არის არნოლდ ჩიქოპოვას მოწვეული. და აი ესე რომ მოიაროთ მთელი საქართველო, ყველგან ნახავთ ამის ნამოქმედებს ამ კაცის რა და ამიტომ ეხლა როცა უკვე ასაკშია შესული ეს ადამიანი, უნდა მივხვდეთ ჩვენ იმას, რომ ესეთი კავშირები და ეს ბიძგი მიცემული მოღვაწეობის ბიძგი მიცემული უნდა გაგრძელდეს. ეს თუ გაგრძელდება და უშუალოდ ამას თუ დაიღებს საპატრიარქო თავზე, საპატრიარქომ უნდა გააკეთოს, ანუ ინიციატივიანი ადამიანები უნდა გამოჩნდნენ იქიდან, თუ არა და უშუალოდ მეცნიერებათა აკადემიამ, თუ არა უშუალოდ სამეფო გვარმა, თავარი არ ვიღაცამ, ამ იგივე მთავრობამ, ვინმე მაინც რა, რომ მოღვაწეობა დაიწყოს ქვეყანაში. ქვეყანამ მკვდარი წერტილიდან დაიძრას და რატომ უნდა დაიძრას დღეს? ვამბობთ, იმიტომ რომ ისტორიული მომენტია, შანსია, როცა იგივე გარე ყურადღებებით ჩვენ მოკლებული გვაქვს შედარებით და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ეროვნული ხერხემალის გამართვა ამ პერიოდში და მეორე ის რომ ციკლი, რომელიც ჩვენ თავს იყო სირთულეების ციკლი, ხო, 90-იანები რაც თქვით, მაშინ როცა გაიმნა ეს სამი ძირითადი ხვა, ეს არის სულიერება, ეს არის ეროვნული მოძრაობა თუ ეს არის გონიერება, აი მამარდაშვილით ეს ციკლი დაიწყო და ეს ყველაფერი ხო? ეხლა თითქოს შეიკრა და მეტაფორულად როცა ჩვენმა ბიჭებმა გაიმარჯვეს ფეხბურთელებმა და ისევ მამარდაშვილის გვარი გამოჩნდა, აი თითქოს ნიშანებით იყო ჩემთვის, რომ ეს შეიკრა რაღაცა ციკლი ახალი დაიწყო, ფაქტობრივად ერთ-ერთი მთავარი ბირთვი იყო, იმიტომ რომ მან ის მცვე რომელიც იცავს კარს. ბატონო რომელიც იცავს კარს, ნუ შემთხვევით არ ხდება. არ ხდება და როგორც თან ჩვენ ბიჭებს რო გადახედოთ, ყველა მორწმუნე, ყველა სულიერია, ეს ყველა ესეთი უბრალო ადამიანია თუნდაც ფეხბურთელებში და ამიტომ აი ამ სიტუაციამ მაჩვენა თითქოს ბიძგი მომცა იმისი, რომ თუნდაც მაშინ გადაცემებით ჩავწეროთ, რომ ეს დატრიალდა ისევ დიდი ენერგია, ციკლი შეიგრა და ამიტომ ჩვენ უნდა ავიღოთ თელი სიბრძნე, როგორც ამ 40 წელიწადის პრაქტიკულად ბიბლიური 40 წელიწადი გავდივართ, ასე ჩვენ თელი ისტორიის, რომ ზუსტად ეხლა ბრძნულად ვიმოქმედოთ, თუ ეს არ იქნება გაკეთებული, თუ არ იქნება შესმენილი მთავრობის მხრიდან, მოქმედი მთავრობის მხრიდან, ხო? რომ ერში არსებული პოტენციალი უნდა სწორედ გამოყენებული იქნას, აი ყოველი ადამიანის ნიჭი და უნარი უნდა იყოს გამოყენებული და რასაც ხშირად ვამბობთ ხოლმე გამოთქვას, რომ მეპურემპური უნდა აცხოს, რომ აი ამ ხალხს, რომელშიც ეს ნიჭი იღვიძებს, ამ ხალხმა უნდა აკეთოს თავის საქმე და ეს უნდა იყოს ამ ქვეყნისთვის მოხმარებული, რომ ესაა სინამდვილეში საგანძური ამ ქვეყნის, ამ ქვეყნისთვის მოსული ნიჭებია. და თუნდაც მათი ამ სხივგარსის ამ ანტენის გაზდა ესაა ზუსტად ივერიის გაბწყინება და არა რაღაცა მატერიალისტური რაღაცა. მაგრამ ეს გაბწყინება და ეს ნიჭების უნარი ზუსტად აქ უნდა მოხმარდეს ამ ხალხს დაცვის მხრივ, განვითარების მხრივ, განათლების მხრივ, დოულათის შექმნის მხრივ, ანუ მატერიის დამლაგებელია ეს სულიერი კავშირები. და სწორი გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან ამ ხალხის საკვანძო თანამდებობებზე დასმა, მომზადება, სწავლება, საბოლოო ჯამში დინამიკის შემოტანა, ანუ დინამიკის ეს თქვათ მოძრაობის შემოტანა, რომელიც ამ ხალხს მისცემს საშუალებას რეალიზების იმ ნიჭების და უნარების, რომელიც ზემოდან არის მოსული, რომელიც თაობებით არის მოსული, ამ ქვეყანას მისცემს დინამიკას. ამ ქვეყანას მისცემს აღმავლობას ძალიან ესე დაძაბულ ქვეყანაში და დედამიწაზე ერთი სწორედ მართვას ქვეყნის შეკრულად მართვას და სამართლიანად მართვას და მეორე ის რომ თვითონ აქ შექმნილი მერე სისტემები რომელიც შედგეს აი ესეთი ჯანსაღი სოფლის მეურნეობით, ჯანსაღი თავდაცვით ასე შემდეგ ეს სისტემები იქნება დოვლათის შემომტანი, იქნება თუნდაც ტურისტების შემოყვანი აქ პილიგრიმების შეუყვანი. ძალიან ბევრ ესე რომ ვთქვათ, არა მარტო სულიერ მატერიალურ და ჰარმონიზებულ ბირთვს მივიღებთ და ანუ ყველაფერი სწორად იქნება. და არა მარტო ჩვენთვის. არა მარტო ჩვენ. იმიტომ რომ აქ თუ ჩვენ სწორედ ეხლა სხვადასხვა გამოთვლებით, ეკონომისტების გამოთვლებით, ჩვენი ქვეყანა 5-დან 8%-მდე იყენებს იმ რესურსებს, რომელიც აქვს სინამდვილეში. და აქედან გამომდინარე თუ ამ ქვეყნის ამუშავება მოხდა და ამას ვერ ამუშავებს კლერკი, ვერ ამუშავებს უბრალოდ ჩინოვნიკი, ამას უნდა
დარგებში, ეს კი ხედვის მქონე ადამიანები თავის დარგში, ამ ხალხის სარბიელის მიცემა. აი ესეთი შეერთებული ხალხი ჩვეულებრივი ადამიანებისგან ისიც განსხვავდებიან, რომ ჩვეულებრივი ადამიანი წავა ყველაფერს, გაყიდის მიწას, გაფლანგავს ათასობით წელი შენარჩუნებს სისხლი და ხმლი და ჯვრით შემონარჩუნებ მიწას ფლანგავს. ესეთი შეერთებული ადამიანი, რომელიც აცნობიერებს პასუხი, ის ვერ გაფლანგავს. ის სამშობლოს ღარძზე ვერ წავა, ის ვერ მოაწერს უსინდისობაზე, ის ვერ გაყოფს საზოგადოებას, თუ ანუ ვიმეორებ, თუ ეს ადამიანი იქნება სწორედ კულტივირებული, ანუ გამოზდილი. ამიტომ ეს მარტო ჩვენთვის კი არ იქნება კარგი, აქ შეიძლება მე მილიონობით ადამიანების ჩამოსვლა აქ ტურისტულად. პილიგრიმული ტურიზმი, თუნდაც რომ ლოცველობით ტურიზმი, აქ შეიძლება გაჯანსაღების მომენტები, ხშირად არის ხოლმე სიტუაციები, როცა ან ეხლა მithumetes ერაში შევდივართ, სადაც ატომური რაღაც საფრთხეა და თუნდაც ატომურ ომს გადარჩენილი ვიღაც ბავშვების ჩამოყვანა, აქ მათთვის დაუშვათ იგივე მკურნალობა, ჯანსაღი ჰაერის მიცემა, თუნდაც ღვინის თემატიკა, წყლის თემატიკა, ხო, როცა მოხდა ჩერნობილის კატასტროფა, როცა მოხდა, აქ ჩამოყავდათ ხალხი, რომელიც თუნდაც ღვინის თერაპიას გადიოდა, შავი ღვინი, ჩვენ წითელი ღვინი სვავდნენ ამ ყველაფერს და მას გამოყავს სისხლიდან ეს თქვა დასხივება და ეხლა ბატონი ჯანლიაშვილია ესეთი უნიკალური ადამიანი, რომელმაც ალალ ღვინოზე ისა მიმართულება აქვს აღებული, ანუ სპირტის გამოტანა ღვინიდან და იმ ღვინის ბავშვებისთვის მიცემა, რომელიც ჯანმრთელობის და იმუნიტეტს და ყველაფერს წევს მაღლა და ანუ ძალიან ბევრი თემა ამ ქვეყანაში ისეთი, თუნდაც ეს ბალნეოლოგია, თუნდაც ეს მინერალური წყლები და ესე, რომელიც კარგად წარმოჩენის დროს მარტო ჩვენ არ მოხმარდება, ეს ბერს მოხმარდება და ამ დროს ამ ყველაფრის გაფლანგვა, გაფლანგვა ეს არის დანაშაული. რომლითაც ჩვენ პრაქტიკულად დღეს უბრალოდ ბიუჯეტი შევავსოთ, ჩვენ ხვალინდელ რესურსს ვისპობთ, ვიკლავთ რა და აქედან გამომდინარე, თუ ამ ქვეყანაში შედგება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვინმე შეისმენს და აი ეს სანთლით დაიწყებს სიარულს, ან დაუშვათ იგივე ჩვენ ჩაგვიყენებს გვერდში, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, თქვენი მხარე, ბაგრატოვანები, თქვენი თამადობით დაუშვათ. მე ჩემ მხარეს ვაკეთებ, ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც ესეთ ადამიანებს კრებს ნიჭიერ ადამიანებს, თუ ამ რესურსს გამოიყენებენ და მოხდება ნიჭიერი სხვადასხვა დარგში მყოფი ადამიანების შეხვედრა, აკყოფების და ამათ საშუალებით თუნდაც პრემიერ-მინისტრთან ან პრეზიდენტთან გარკვეული ამ ხალხის საბჭოს შექმნა, რომელთაც გამოიყენებენ მიმართულებას, რომ ამ ყველაფრის ხედვას და ქვეყანას ააწყობენ, აამოძრავებენ მკვდარი წერტილიდან დაძრავენ, შეიძლება გადასარევენ. ეხლა არ ვამბობ იმას, რომ რა სისტემები შეიძლება იყოს აქ სამომავლოდ მართვითი რა. ბატონო რეგრეთ ჩვენი განაცემა დაასრულს მივახლოვდა, უკვე გასაგები არის, რომ აუცილებლად იქნება შემდეგი გადაცემაც და აუცილებლად გავაგრძელებთ. ეხლა დაგემშვიდობებით და დავასრულებ ჩემი საყვარელი სიტყვებით, თან მით უმეტეს დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სიტყვები. ეშმაკი ყოფს ღმერთი აერთიანებს. მომავალ შეხვედრამდე.